მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და ეს არის მადის აღმძვრელი პოდკასტი. რა თქმა უნდა გთხოვოთ როგორც ყოველთვის რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და მოკლედ იყოთ აქტიურები. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, გურამ ბაღდოშვილი არის დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ გურამ, როგორ ხართ? მოგესალმები ხატია, სასიამოვნო არის, მადლობა მოწვევისთვის და იმედია პოზიტიური და საინტერესო პოდკასტი გვექნება დღეს. ეს არის ჩემი მიზანიც, რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მადლობა რომ გამოგვიყავით დრო და სანამ სხვა თემებს. გემრიელი თუ იქნება, ვნახოთ მე გეტყვი. ხო. უნდა იყოს წესით, რა ვიცი, იმედი მაქვს. თქვენი შეფასება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სანამ სხვა თემებზე გადავალთ, მინდა ჩემი მეგობარი კომპანიები გაგაცნოთ თქვენს. ფიზი ჯორჯია, ეს არის შუშხუნა სასმელების დასამზადებელი არომატები და აპარატი. ერთ წამში შეგიძლია წყალი, თქვათ, გაზიანი გახადო, შეურიო სოუსები და სახლში დაამზადო ლიმონადი, მოკლედ. სიროფები. დიახ. ბომბ-ბარი პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, თუ ვარჯიშობ და საყომოს შოკოლადი მოგინდა, შეგიძლიათ რომ მიირთვათ. ჩანგლით ვარჯიშობ. ჩანგლით? კარგია. პარალელურად შეგიძლიათ რომ მიირთვათ. ფაფინა, რომელიც არის ფინეთში გაზრდილი შვრია, დამზადებული საქართველოში. და ჩემი დღევანდელი ახალი სპონსორი გახლავთ სუპერმარკეტთა ქსელის პარი, სადაც შეგიძლიათ რომ სხვადასხვა პროდუქტი მოიპოვოთ და დღეს წარმოდგენილია ესპანური ღვინოები, რომელიც ექსკლუზიურად სპარში შეგვიძლია რომ შევიძინოთ. დღეს აქ არის წითელი და თეთრი ესპანური ღვინოები. ანუ გვაქვს ჩვენ რიოხა ზონიდან და კაბერნეტ სევინიონი ლა-მანჩა. ძალიან კარგი. ხო, ამასაც დავაგემოვდეთ მოკლედ ყველაფერს რა და მე ვიმღეროთ, ხო? და მე ვიმღეროთ. კარგიც იქნება. ხო და რაც შეეხება ჩემი ეს პოდკასტის მთავარ თემას, ვსინჯავთ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს, მაგრამ თქვენ მითხარით რომ რაღაცა ის სიურპრიზად, მოდი ესე გავაკეთოთ, რას დამახვედრებ, მოკლედ ჩვენზეა, up to you. საყვარელი კერძი. ხო რა. ზარეულისთვის საყვარელი კერძი არ არსებობს. მესმის და ამიტომ მოკლედ დაგითმე შენ. ხო, მადლობა. მე მინდოდა რომ ჩემით მომემზადებინა მართლა არ დაგიმოვალთ, ხო. და რაღაც რეცეპტებს, მარტივ რეცეპტებს ვნახულობდი TikTok-ზე, სხვადასხვა ინფლუენსერების. ბლუს ვერ გაბედა. ხო, მაინც მე მეთქი ხა, აი, წარმოვიდგენ ჩემი თავი, დილით ვდგები. სამერა ვიწყებ მზადებას. მე აი რა ის მინდოდა იცი? ერთ ოპერატორი თავნაყოფილი ყო რა ეს გადაგეღო და აი მაშინ უკვე სხვა უფერი იქნებოდა, ხო? ტარგეტი გექნება და engagement-ი გექნება და ასტრალური. ხო, და თან არ მინდოდა იცი რომ მე გზაში გაცივდებოდა ეს საჭმელი. მე ვიფიქრე რომ ცივს მოვიტან თქო რაღაც სალათას, რაღაც. მე არ მინდოდა რომ ძალიან ბანალური ყოფილიყო და მეთქი თუ გავაკეთებ თქო რამე საინტერესო. თუ აჯაბსანდალი გეკეთებინა, ცივით ჭმევაც ხალა. აი აჯაბსანდალი არ მომიფიქრებია სხვათა შორის. ნუ რაღაც არსებობს ბაჟეში რაღაც ფრინველი თევზი ბოსნეული. ხო. მოკლედ. სოკოს კუჭმაჭი რა ვიცი, მილიონი რაღაც არსებობს. მე მიდიოდი, იცით როგორ რაღაცა მოვიფიქრე, რომ რაღაც სალათას ხსავით გამეკეთებინა, რომელიც შეიძლება და მე ისა აი საშაურმე პორშიც რო გადაგეხვია მაგალითად, თან მეთქი უფრო მარტივად წამოვიღებ, ხო? რაპის პონჩი უფრო მარტივად წამოვიღებ, ხო, მაგრამ მოკლედ ნუ მოკლედ ჩავშალეს გეგმა. ჩაგივარ და კოზინაცია. ჩამივარდა და მოდით დღეს გავსინჯოთ და როცა არ იცი რა ქშია, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ, რომ ხშირად პიცას ვიძახებ და ვჭამ. ხო, ნუ ეს თანამედროვე პერიოდის easy going decision არის. Yes. Exactly. ხო და მოკლედ პაცას პიცა გვაქვს დღეს. რა თქმა უნდა. მომწონს სხვათა შორის. კი, მეც. ეს მე გამოძახება არ ვიცი და. რატო არ იცით? გამოძახება ვიცი. თქვენ რატო უნდა გამოიძახოთ თქვენთან გამშვენივრად გააკეთოთ. KFC და Max ვიძახებ ხოლმე. ისეც როცა რაღაც განსაკუთრებული არის ხოლმე ჩემში, ანუ მეზარება, ანუ ცებ მომშივ და შუაღამისას, მე 3 საათი ველოდები, მე ვაუქმებ, მე ვკიბი ვარ, წიბი ვარ. მე შეკვეთა რომ მოდის შეცდომი და აი მე ვშლი ხოლმე და მე ისო ჩამოვტვირთავ და ამაში ვარ. კი.
აი შეკვეთის დაგვიანება და მე რო უკვე ცივი მოდის და მე რო უკვე აღარ გინდა რაღაც ერთი პერიოდი იყო ხოლმე რაღაც გეუნება მოვა საათ ნახევარში და უცებ დრო გადაიწე კიდე 1 საათი დრო გადაიწე და 4 საათი გავიდა და აღარ მინდა ეს დაღლოცული მომაშველი აქედან აღარ დამინახო და მე მგონი ცუდი კიდე რა აქვს ხოლმე იცი ახლო მისამართზე შეიძლება ჯერ იქ მიიტანოს და მე შენთან წამოვიდეს რა მე მოდის გაყინული ხო და გაყიდული და მე ხო იცი რა სამხობ ბავშვია და რა ხო მაგრამ მაინც აზრია რა არ ჭრის მოდი აბა ვნახოთ ხო და ეს არის პიცის ცომით სენდვიჩი ჯუჯიკა რომელიც არის პომიდორის კრემყველით პომიდორის ტკბილცხარე ჯემით პროშუტო კრუდო და რუკოლა და ეს გვალი რა არის ამაში ეს არ ვიცი კაი დანადაგჭირდება იმიტომ რომ ხლა ამხელა ეს ხო არა და ესეც ვნახოთ ვილვეტ რაგო ანუ ეს ალბათ კი ცოტა რა შაქშუკას ბოლონეზე სტრაპაჩელა და პიტნაო ესე არის ნათქვამი მოკლედ და განახოთ თქვენ ახლა პირსავსე ვლაპარაკობთ ხო? ხო, ნუ ეხა არ არის აუცილებელი რომ მთელი ვიცი. ეს გამოჩენა და ვღეჭავ და ვლაპარაკობ. მე ჩემწულებია ჩემ პროფესიის ნაწილია. ის რა ქვია, ისე ხო არ ვაკეთებთ რაღაცა უაზროდ ხო არ ვჭამთ ან უზრდელურად ან რაღაცა და ჭამთ ეხა რაღაცა თავსაუბრობთ. რა მოხდება ეხა ორი ადამიანი ლაპარაკობს. მეც არ მესმის. ამ პროფესიას რაც ეხება, ვფიქრობ რომ ამ პროფესიაში ბევრი რაღაცა დასაშვები არის. ხო, მეც ესე ვფიქრობ და ის რა დანის ხელი და ხელში მოიცდავდებ. ეს ბებია ჩემსაც აღარ ახსოვდა უკვე საიდან მოიტანე. მე ანუ ეს მაქვს ყოველთვის ჩემს მეგობარს ქონდა და ეხლა მეც მაგას ქართულად როცა შენ რა სრულწმენები რა მოკლედ. მოდი აბა მე შეჭამა მენახე თავჭამ და ვლაპარაკობთ ხო? იცით რა ეხლა სანამ შევჭამთ თქო ვიფიქრე რომ თან ლიმონადი გავაკეთოთ ხო? რომელი სიროპი გნებავთ პორტოხალი თუ ფეიხო? ფეიხოა. კაი. მაშინ ჯერ ჩააჭირეთ კარგად ხელი ამ კი. კამე მარგას ხას ეხლა. არა, კარგად. აი, ეს ჩავასწავლე. ამას აქ რამე დოზა? ჭიქა მოყვება? აი, ეს შეიძლება ჩავასხათ რა. მოკლედ. ეს ცოტა შევანჯღრიეთ რა. აი. ოკეი. ეს ზაფხულისთვის ემზადები, ხო? კი. თან ახლა. უი. აღარ უშველეს ამას. ცოტა მეტი გაზი ხო არ მომივიდა მე. არა უშავს. გაიწუწე? არა. მე ცოტა დამესხა ძალიან უფრო აქ დაისხა. მოიცა. ესე გასაჯეთებელია. ღირდა. სველი რო იყო და ტკბილი გამი. აჰა. მშვენიერი თან ნაკლებად ტკბილი იქნება. ეხლა კარგად გაზავებული აბა. შესანიშნავი. პორტუგალიაში მაქვს რესტორანი და იქ ტარხუნის ლიმონადი ზუსტად ეგრე გავაკეთე. დავაბლენდერე დიდი რაოდენობის ტარხუნა. და შაქრის სიროპში ჩვეულებრივად ერთი მოვიყვანე, გადავწურე, ფერიც მწვანეა, გემოც ტარხუნის არის და მშვენივრად გაზიან წყლით გეცდება ლიმონადი ტარხუნის, ამიტომ ეგ ქართული ლიმონათივით არის ხო თითქოს? და რა თქვეს რომ გასინჯეს? ტარხუნა საერთოდ ძალიან ესეთი საბჭოთა ქვეყნების რეცეპტორებში უკვე გამჭდარი არის თვითონ ისტორიულად და მეხსიერება ეს რეცეპტორი ამას აღიქვავს დადებითად და მოწონთ. ევროპაშიც არის აი ადამიანები ვისაც მოწონს, ვისაც არა. მაინც ცოტა თავისებური გემო აქვს. კი. ხო და მაგიტომაც. გავაგრძელოთ ჩვენ ჯუჯიკოს ჭამა. აბა მე შეიძლება აღიყირავ გადმოიღე. თუმცა აბა ვნახოთ. მე ძალიან მომწონს. მე ცოტა სიტყვას დავაკლდებდი. ხო, აი სიტყვა წამოვიდა, ხო ეგრევე. და მე ტკბილი ყველაფერი მიყვარს და მაგიტომ. მე თავშივე წამომივიდა. თავშივე, კი როგორც კი ჩაკვეჭ ეგრევე.
განგებრიელია. ძალიან მაგარია. არა, ამათ საოცარად კარგი ცომი აქვს. აჩოც ვაიმე. ქეთო. ქეთათო. ძალიან საყვარელები არიან. იტალიაში გამოცდილება. და ხო და ეგ ყობაშარად. ყობა. ძალიან კაია. პაცას პიცა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოკლედ. ბატონ გურამ, თქვენ მზარეულობა გიყვართ ხო? ამზადებთ ხო ხანდახან? შიგადაშიგ. ხო ისე როგორ გამოგდით მე? ამოცავ. სწავლობთ რაღაცებს, ვითარდებით. კარგია. ეჩვევით. ისე აი თქვენ როდის მიხვდით რომ ოღონდ კაი გაგებით ვაბობ რა თქმა უნდა რომ აი თავში აგივარ და ოღონდ საკუთარ თავში რა ვთქვი რომ всё აი მიზანს მიღწეული მაქვს რა შემთხვევაში იცი რომ აი რაღაცა მივედი იქამდე რომ მეთქმის რომ აი კარგად ვიცი ჩემი საქმე იცი რა არის კაი გაგებით მე გეტყვი რომ არასდროს არ ამვარდია მაგრამ ძალიან ადრევად როგორც კი მე ამ პროფესიაში ფეხი შევდგი ზუსტად ვიცოდი რომ მე ვიქნებოდი წარმატებული ამ პროფესიაში ავარდნით არა ძალიან მიწიერი ვარ კაი გაგებითა და ცუდი გაგებითაც არ ამევარდნია ძალიან ოკეი ვარ რა თქმა უნდა ყოველ წელს ყოველი ნაბიჯით ვიხვეწება თავშევარდნა არა ეგ სიტყვა მე ძალიან არ მიყვარს. უბრალოდ აი რაღაც ხუმრობის მიმართულების ვთქვი, თორე აი თავში ავარდნა მართლა ძალიან ისეთია ჩემი აზრით რა. ადამიანებს არ უნდა აუვარდეთ ეს თავში რაღაცები. მე ამ პროფესიაში ფეხი შევდგი და ზუსტად ვიცოდი რომ წარმატებული ვიქნებოდი და ასევე ყოველთვის უფროსი კოლეგებისგან ჩემ პირველ სამსახურში მესმოდა ხოლმე ესეთი რაღაც ერთხელაც იქნება ეს რომ ჩამოვა მაშინ მერსედესები არ იყო საქართველოში მერსედესით რომ ჩაგვიგრიალებს და ტრალივალი რაღაც ესეთი ჰქონდათ ხოლმე კომენტარები მაგრამ ხო ჩემთვის ახლა ეგ კომპლიმენტი იყო ხო და თქვენ საქმეს აგრძელებდით პირნათლად თავისთავად და საიდან ხვდებოდით რომ აი ან საერთოდ რატომ მოგივიდათ იდეად რომ აი თქვათ ამ სფეროში უნდა წასულიყავით და თან მე გამოგივიდოდათ იცი რა არის რომ ამას ორი ისტორია აქვს რატომ და რანაირად ერთი ისტორია არის ის რომ ჩემს ოჯახში ჩემი მშობლები ძალიან განვითარებულები იყვნენ და ძალიან ღრმა ტრადიციულ კერძებს პატივსცემდნენ და ამიტომ ჩობანყაურმა ჩანახი ჩაკაფული თავს უყურებთ ალბათ ამ ყველაფერს ხო? უყურებდით და ვესწრებოდით მის კეთებაში ეს იყო ანუ სუფრა იშლებოდა იკეცებოდა დღეში 4-ჯერ ჩემთან სახლში ამიტომ და ჩემი პრაქტიკულად ვალდებული იყო რომ ემასპინზლა სტუმრებისთვის ასე ფანტასტიკურად და ძალიან მაგრა ამზადებდა დედაჩემის და მამაჩემის ორივე და პროფესია მოვიდა იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს რო ვუყურებდი ჩემთვის იყო ცხოვრების წესი აი დაუშვათ შენ ყოველდღე დგები და შენი შვილი უყურებს რომ აი შენ ჩართე ტელევიზორი აკეთებ ფაფას ამას აჭმევ და ეს არის ჩვევად ხო ჩვენ ხო ძუძუმწოვარა არსებები ვარ ძუძუმწოვარა ყველაფერი ჩვევების ინსტინქტზე არის ანუ რასაც მიაჭმევ იმას სწავლობს კი ბატონო ხო და რასაც უყურებ მე შენშიც თითქოს ეს ხორცებულია რა ყველაფერი თითქოს არის კი ნუ რა თქმა უნდა იქ ინტერესი ის არის რომ ჭამას უმიყვარდა გემრიელად განსაკუთრებულად განსხვავებული კერძების ქოდა კულტურა ეს ძველი გემოების მეხსიერება დღემდე ვინარჩუნებ ამას
და ამიტომაც არის წარმატებული ჩემი ყველა კერძი, ჩემი ყველა რესტორანი, სადაც ჩვენ აი იმ გემოზე ვმუშაობთ, მივაახლოვოთ უნდა რა გემოებიც იყო 80-იანებში. ხო და აი იმ ძველი გემოს გათანამედროვებული ვარიანტები რო არის ეხა აი ძალიან სხვა გემო აქვს და ისიც რო შენარჩუნებულია და თან თანამედროვე რო აქვს დამატებული. ნუ რამხელა ნაბიჯია, რამხელა გადახტომა არის, ხო ხედავთ, იმიტომ რომ ამას ვერ წარმოიდგენდა საზოგადოება, რომ ხინკალს შავი ციცაკის და ტრიფილის სოუსში ჩავდებდით, ან მესხურ ხაჭაპურთან მწიფე ხურმას გარნირად მივატანდით, ან ჩიხირთმაში შებოლილ ხმელსულგუნს ჩავხეხავდით, ანუ ეს გემოები, რა თქმა უნდა, შენი ცხოვრების ნაწილი არის, რომელსაც შენ რაღაცას ჭამ, რაღაცას მიატან, მერე მოგეწონება, დახვეწავ და დაამუშავებ დადებ მენიუში. თუმცა აი ეხა ამ ყველაფრის მერე რასაც ვლაპარაკობთ, რომ აი ხაჭაპურს დავამატეთ რაღაცა ხინკალი, რაღაც ტრუფელი სიტყვაზე. აი შეიძლება ითქვას, რომ აი კონკრეტული რეცეპტი აღარ არსებობს, რომ აი ხაჭაპური მაინც ესე, რა თქმა უნდა, ხა ყველი უნდა გქონდეს, მაგრამ იცი რა არის ქართულ კულინარიაში არასდროს არ არსებობდა არაფრის რეცეპტი. იმიტომ რომ არც მეღვინეობაში, არც კულინარიაში, როგორ მოვამზადოთ ღვინო და როგორ მოვამზადოთ ჩაკაპული, ამას აქვს რაღაც აი ესეთი ზედაპირული რეცეპტი. აი მე ამას ესე ვაკეთებ. საქართველოში და ტრადიციულ ქვეყნებში ყოველთვის ესე იყო. მით უმეტეს ახლა საქართველოში ხო ჩვენ არ გვაქვს ლიტერატურა, როგორ ვიმღეროთ ხალხური სიმღერა, როგორ ვიცეკოთ ხალხური ქორეოგრაფია, როგორ მოვამზადოთ ტრადიციული კერძები. ახლა ჩვენ ბარბარე ჯოძაძე რო არ ჩავთვალოთ, არც ის არ არის ქართული, მან უბრალოდ აიღო აღმოსავლეთი დასავლეთი, ქართული საკმაზით შეახალისა და ნუ თავისი, ასე ვთქვათ, კუკბუკი შექმნა. ვფიქრობ მაინც თავისთვის რა და მე უკვე რა თქმა უნდა მოდაში იყო რომ წიგნის ავტორი იყავი და მან ეს მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს. მაგრამ თვითონ უშუალოდ რეცეპტი ან არ გაქნა ნახი კახელები რო ჭუბებენ. ჩემი ღვინა ჯობია იწყალ აი ჭყაპაჭვაიც მარს გასმევს და რაღაც მოდი ჩემთან ოჯახში იქნა დაგალევინო. აი კახური ღვინო და იმაც მარი აქვს და აი ესე ერთმანეთს ასე ვთქვათ, ეჯიბრებიან. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კოლორიტული არის, ეკლექტიკური არის და ლამაზი არის ამას ახლა ქალაქელი პარკეთზე დაბადებული გაზრდილი ტიპი როცა ამას ისმენს, სხვანაირად აღიქვავს რა. სოფელში ცოტა სხვანაირი მიმართულება აქვს ამას. ხო, საერთოდ სხვა გემო აქვს ცხოვრებისეული რა. რა თქმა უნდა. და ძალიან საინტერესოა. ქართველ აი დიასახლისმა, ასე ვთქვათ, მოყვარულმა მზარეულმა, აი რა უნდა იცოდეს მაგალითად, აი ძირითადი რაც რატომ დიასახლისმა? მზარეულმა, მოყვარულმა მაშინ. ხო. რომელსაც უყვარს აი საჭიროების კეთება და არა პროფესიონალურად, არამედ აი რატო უცებად დიასახლისი, მდედრობითი და არა მამრობითი. მე ვფიქრობ, კაცის ადგილი სამზარეულოში არის. მე ვფიქრობ მაგას. ორი მიზეზის გამო. ერთი ის რომ უკეთესად გამოსდის კაცს, კერძის მოგაკეთება, მეორე იმიტომ რომ კაცი ამას სიყვარულით ქმნის. თქვენ ახლა არ მეჩხუბოთ, არ გამლანძღოთ. ქალბატონებს უკვე იმდენად ვალდებულებაშია თვლება რომ მან ოჯახი უნდა მიხედოს ოჯახს. ნუ ეს ყველაფერი ღმერთის წყალობით შეიცვალა. დღეს უკვე ჩემი რესტორნის მაგალითად 85% ქალბატონები არიან ქალბატონები. ეს იმის მაჩვენებელი არის რომ გენდერი თანასწორდება, ხო? და ასევე თანასწორდება ის რომ ოჯახში მამაკაცი იღებს ვალდებულებას რომ ტვერსასურთი აიღოს ხელში, გაწიოს დივანი და გამოწმინდოს იქ ცუგას ან ფისოს ბეწვი და ან ისე დაგროვებული ტანსაცმლის ტვერი, რა ვიცი, მილიონი რაღაცა არის. ანუ მე მყავს ბევრი ნაცნობი ქართველი, რომელიც მაგალითად მეუღლე ქალბატონი მუშაობს და ქმარი შვილს ზრდის. ნუ ბევრად უფრო იაფი არის და ბევრად უფრო გემრიელად იზრდება ბავშვი, მშობლის ამაგზით მაგალითად ხვდები, ანუ უფრო სხვა ინსტინქტები არის, ვიდრე ახლა ყველას თავისი ძიძა მოწონს და გიждდება. ანუ ძიძა იმ ბავშვისთვის ოჯახის წევრი არის.
ხტები, იმიტომ რომ მისი აღზრდელი არის რა. მე მაგალითად 2-3 თვე რომ მომიწია სახელმწიფო წასვლა, ჩემს უგებთან ეგრე არის რა. ყავს ადამიანი, რომელიც მეხმარება მათ მოვლაში, ჩემს აქ არაყოფნაში და ხედავ ხოლმე კამერებში, როცა ხედავენ არ მიიჩნევენ მე პატრონეთ, მიიჩნევენ ბუდის ნაწილად. მაგას ხდები ხმის ტონით და ქცევით. ნაცი, ფიქრობ რომ აკერძი იყო, ახლა გავეკეცეთ ჩვენ რა ვიცოდეთ. მაშინ მოდი ესე კითხავთ. საბაზისო უნდა ვიცოდეთ. დიასახლისმა და მამასახლისმა. უღელმა. დიახ. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ სწორედ კარტოფილის შეწვა. ხო, საბაზისო რომ აი იქ რაღაც მასაკრა. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ როგორ მოვხარშოთ სწორედ ბრინჯი. და ბრინჯი ნაკლებად არის ქართულ კულტურაში, ასევე ქართულ ოჯახებში ბრინჯი თითქმის არ მზადდება. და თუ მზადდება, ცოტა უფრო იაპონურ სტილში მზადდება, მოიხარშება დიდი რაოდენობით წყლით, გაავლევენ, კიდე გარეცხავენ მას და ნუ მოკლედ, არასწორად. ძალიან არ უნდა გადახარშოთ ან. არა, ბრინჯს თავისი წესი აქვს მოხარშვის. ფიქრობ, რომ ბრინჯი, კარტოფილი, აი ძირითადად ის ინგრედიენტები, რომლებიც side dish-ად ითვლება რა, გარნირად ითვლება. და ამას რა თქმა უნდა თავისთავად უნდა ვიცოდეთ ფილეს შეწვა იქნება რა ვიცი საბაზისო რაღაცეები თევზის სწორედ მომზადება და არა ჩახრაკვა და ყველაზე ესეთი ჰაეროვანი ტექსტურის პროდუქტი არის რომელსაც დაუშვათ აი ფქვილში რო შაყრიან და მერიკე მაგროს შეწვა ხოლმე ბარაბულკა ხო იცი ხონთქარა ხონთქარა ქვია ქართულად ბარაბულკას მართლა ხო ეს გავრცელებულია ბარაბულკა სახელად ხო ბარაბულკა სლავური დასახელება აქვს ხონთქარას მაგალითად აი დასავლეთში იციან ხოლმე კიდე რომელიღაცა რეგიონებში იციან ხოლმე ჭირის უფალზეც ამ თევზს დაჭრიან ფქვილში ამოავლებენ და მერე წვავენ აი გახურებულ 270 გრადუს ზეთზე და ნუ ახლა წარმოედგინე ახლა ის შემწვარი პური თუ გინდა სხვა რაღაცა არის თევზის ყველა ნუტრიენტი და მისი გემოვნებისება დაკარგული არის იმიტომ რომ მარტო შემწვარი ხრაშუნა თევზი არის ანუ არის რაღაცები რაც მინიმალურად უნდა ვიცოდეთ ჯანსაღიკვებისთვის ხო იმიტომ რომ ოჯახში ადამიანი სადილად ვერ მიდის ანუ ჩვენ ხო დარღვეული გვაქვს ეს თან ეხლა გასტრო ანუ გასტრიტის კულტურა გასტროგასტრიტის კულტურა გვაქვს დარღვეული იმიტომ რომ საუზმე ეხლა თანამედროვე ოჯახები და თანამედროვე წყვილები და თუ იმეს ექიმმა სპეციალურად დაუნიშნა ანუ საუზმე არ არის გარბი ხარ იმიტომ რომ საცობი არის იმიტომ რომ ტელეფონში ჯექი ღამის 3 საათამდე და 9 საათზე სამსახურში ვერ მოახერხე ნუ ბევრი სხვადასხვა ფაქტორების გამო არა გვაქვს ეს წმინდა სამება გასტროს წმინდა სამებას რასაც ვეძახი საუზმის ადილი ვახშამი ფიქრობ რომ მაინც ვახშამი არის საქართველოში ოჯახებში უფრო მეტი დატვირთვა და უნდა იყოს ბევრად უფრო მსუბუქი ნაკლები ნახშირწყლები მეტი ბოსტნეული მარტივი გადასამუშავებელი ჩვენი კუჭისთვის ჩვენ პანკრეას დიდი დატვირთვა რო არ მივცეთ და რა ვიცი ეგეთი წვრილმანები რომლებიც ასე ვთქვათ დაეხმარება ადამიანის ჯანმრთელ და ჯანსაღ ძილს ხო ძილის წინ ისე ბევრი ჭამს ხოლმე და მე ხო და მე ამიტომ დეფორმირებულები დავდივართ ხოლმე და ძალიან ისეთია რა ძალიან ცუდი კულტურა გვაქვს ამ თვალსაზრისით მაგრამ ნუ ბევრი ადამიანი ვარჯიშობს დადიან სავარჯიშო დარბაზებში დარბიან ტბებთ თუ ზღვებზე კი ეგ კარგია რკინებს ეკაჩებიან სტერეოტიპსაც იღებენ და რა ხო ეგ კარგია ყველას თავისი შეხედულება აქვს მაგრამ ნუ მნიშვნელოვანი ის არის რომ ადამიანმა სასწორზე დადოს 3 მინერალი და 3 დღიური კვება და შედარება გააკეთოს ძვირფასი მინერალიდან დაიწყოს და ყველაზე დაბალ ხარისხიან მინერალზე გააჩეროს თავისი ვახშამი ხო მაგალითად ოქრო ვერცხლი და ჟანგი ან რკინა რო იყოს მაგრამ უფრო ჟანგი არის ვიდრე რკინა რკინაც აღარ არის ოქრო არის საუზმე სადილი არის ვერცხლი და
ჟანგი არის უკვე ჩვენი ვახშამი, ამიტომ აი ეს ვახშამი, რომელიც ადამიანის კუჩს მხოლოდ რაღაც 150 გრამი საკვები სრულიად საკმარისი არის თლიანი დღის განმავლობაში. კი. ეს რაოდენობა საკმარისია. ჩვენ უბრალოდ სუნაგები ვართ. ქართველი მზარეულები კი არა და აი ეხლა ვინც არიან შეფ აი ვინც ცდილობს რომ იყოს მოკლედ მზარეული და თქვათ მე შეფი გახდეს ან თქვათ სუშეფ აი რამდენად ეხლა მათთვის როგორი გარემოა საინტერესოა და ნელ-ნელა ამ მიმართულებით ნახატი? კი. იცი რა არის რა მე ვთვლი რომ ამ ევოლუციის ეტაპზე ვიყავი ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც რაღაც ისტორია დაწერა ჩვენი კულინარული კულტურის განვითარებაში. შეიძლება იმდენად კერძებით ვერა, ან ვიღაცებისთვის ხო, ვიღაცებისთვის არა. რამდენადაც ეს პიონერული პროფესიონალურ პიონერზე გეუბნებით გადაცემებით, რომელმაც ჩვენ ბუმი ავანთეთ, ანუ ცეცხლი დავანთეთ პრაქტიკულად. გარემო დღევანდელი არის ძალიან კარგი. იმისათვის რომ გავითარდე. მე როცა სამზარეულოში დავდექი პირველად მზარეული რაღაცას კმაზავდა. და მაგდროს როცა მივდიოდი რომ მენახა როგორი კმაგზებოდა მაგალითად მე უნებოდა აი ტომარა ხახვიდებს წადი დამირჩიე და არისო იქ ესეთი პასუხი მოიცა ერთი ვნახო როგორ არის და მე გავაკეთებ ან მე ვისა ან კაი და გავაგზელო ყურება იმას რასაც ისე ამზადებთ პრაქტიკულად რამოდენიმე წიგნი არსებობდა საბჭოთა კულინარია რომელიც სიახლეს არაფერს არ გაძლევდა, არ არსებობდა ონლაინ პლატფორმები, სადაც დაგუგლავ, AI-ს კითხავ, ChatGPT-ს ავეცი და ის შენ დაგეხმარება რამეში. ამას სამწუხაროდ დღევანდელი საზოგადოება, ჩვენი გასტრო მომავალი ახალგაზრდები არ იყენებენ იმისათვის, რომ განვითარდნენ პირიქით YouTube-ზე რო უყურებს ახალგაზრდა მზარეული აუ ამას მეც ვიზავ და მე უკვე შეფი ვარ აი ეს გამრუდებული გზა არსებობს მაგრამ ეს ერთეულებში ხდება ანუ ეს არ არის რაღაც კონკრეტულად ყველა YouTube შეფები არიან ანუ ის რო ხედავს იმას კი ბატონო ის იქ არის მაგრამ აი ეს მე რაც ვნახე ჩემებურად მე ამას როგორ გავაკეთებდი ეს კითხვა ძალიან ძალიან ცოტა რაოდენობა ადამიანებში ჩნდება და მე რა თქმა უნდა პრაქტიკაში ხო საერთოდ 0 რაღაც პროცენტი არის რომელიც აიღებს ამას გააკეთებს ის როგორც რაც ნახა რომელმაც შეფმაც ასწავლა და მე ამას ყველაფერი შეფუთა უკვე სხვა ვიზუალით სხვა ტექნიკები გამოიყენა ან იგივე თავის ტრადიციულ სამზარეულო შეახალისა ხო იმიტომ რომ ალბათ ვიღაცა უყურებს ამ რეცეპტს და ურჩევნია შეიძლება არ აქვს მეტი ხანდახან ხო არის აი ამის ფანტაზია არ მაქვს რომ აი ხა მე ჩემებურად გავაკეთო და უბრალოდ გავიმეორო ხო ჩვენ გამეორებაზე არ აქვს პრობლემა მე აქ ვაფიქსირებ იმას რომ აი 100 მზარეულიდან 3 გააკეთებს მაგას დანარჩენი იტყვის რომ მე ამას გავაკეთებ მაგრამ არ შეასრულებს ანუ არ გააკეთებს უბრალოდ იტყვის აუ ამას მე ხო ვიზავ შეფი ვარ ხდები? რა არის ის ინგრედიენტი, რაც ყველა საჭმელს თითქმის უხდება? ქიჯი და ბროწეული. მე იცით რას ვეთყოდი? ხახვი. ხახვი არის სისხლი არტერიის. აი გარითვლება ისედაც? ეგ ისედაც უხდება? არის განუყოფელი ნაწილი არის. გასაგები. მარილი, სიცხარე, ხახვი და ცხიმი მცენარეული თუ ცხოველური ეს არის აი რისგანაც შედგება არტერიაში გამავალი ეს სამოძრაობელი სისხლი
ეხლა დღეს ჩვენ წარმოდგენილი რო გვაქვს ესპანური ღვინო, მე მინდა რომ დავაგემოვნოთ თუ არ იქნებით წინააღმდეგი. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, უბრალოდ მე არ მინდა თქვა რომ ეს ქართული ღვინო ჯობია, რეკლამა გაგვიფუჭდება. მაგას არავინ არ ამბობს, გეცვალე, ქართული ღვინო რო ძალიან საუკეთესოა. ეგ რა თქმა უნდა, თუმცა ესპანური ღვინოებიც გამოირჩევა უფრო მსუბუქი გემოთი, მდიდრული არომატებით. აქ არის წითელი და თეთრი ღვინო, როგორც ვიცი, წითელი კენკრით არის და თეთრი არის ციტრუსით და ხილით. არა, ეგრე არის თქმის. ანუ წითელში იკითხება. კენკროვანი მშრალი კენკრის, ანუ მწიფე კენკრის, ან კვახე კენკრის ტონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი და ღვინო და მისი შაქარიანობა ავარგებს, ანუ აპურებს ამ გემონურთვისებებს, რომელიც საფუარებიდან, ენზიმებიდან და ან ბუნებრივი მინერალებიდან თვითონ ღვინო ასე ვთქვათ, ყურძენი გაძლევს ამ ტონებს. ასევე თეთრში, ვინაიდან არის რიოხას რეგიონი, გვაქვს უფრო ციტრუსული ტონები, ციტრუსული გემონურთვისებები. ეს იმას ანიშნავს, რომ მასში არის პილპილი, დაფნა, დარიჩინი, ან ტრიუფელი. არა, ეს თვითონ ნიადაგი, წელი, მზიანობა, მოსავალი თვითონ გაძლევს ამ ასე ვთქვათ, ან საფუარი, რომელსაც ამატებენ ფერმენტაციისთვის. რაც ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ქართულ ღვინოებში სრულად არ არის საჭირო, ქვევრის ღვინოებს ეს ბუნებრივად აქვს და ბუნებრივი საფუარებები აქვს თვითონ ვას. ქვევრში თვითონ ეს ყველაფერი ჩვენ ასე ვთქვათ ყურძენი გვაძლევს. ევროპულ და ამერიკულ ღვინოებში ჩარევა არის საჭირო იმისათვის, რომ დავაყენოთ ეგეთი ღვინო. ისე ჩვენთან მართლა რა მაგარია, ხო? ყველაფერი ბუნებრივად რო არის. ქვეყანაში სადაც 8000-ზე მეტი მდინარე გაქვს. ხო. თან ეს პატარა ქვეყანაში. ხო, თან პატარა ქვეყანაში 8000 მდინარე, ცოტა უფრო მეტი კიდე. ცოტა სარნიშნავს. პატა ნეგრა. აბა. ჩიკაგა, შენი დავიწყებ და მე დააგემო. ესე. მეტა? ტემპერატურა არის ცხელი პროსტო. აუ, ძალიან მსუბუქია. საქართველოს გაუმარჯოს. ბარებს აგზნობ. ჯერ ალკოჰოლი წამოვიდა ეხაც ჩემთან, ხო? ხო. და მე ვიგრძენი, აი ხილის გემო და დანარჩენი ეხა ზუსტად ესე ბოლის შებოლილი შეშა, დამწვარი შეშის. აბანახა. ხის. ნახშირი არასდროს არ დაგიღეჭია? არა. დამწვარი პური გიჭამია? კი. აბა მოდი, აი ახლა ეს მოტეხე. აი დამწვარი. და ახლა შეადარე ერთმანეთს. უი, მართლა გავს. აი ახლა უფრო ვიგრძენი, მანამდე ესე შეიძლება ხო, ნუ ვერ წამოვიდა. შეიძლება მე ვერ რეცეპტორი არის ტვინი. ხო, ჩვენ გვაქვს ორი მეხსიერება. კი. ადამიანს. ერთი არის, ორივე თავში არის. ერთი მეხსიერება არის, რომელიც ჩვენთან ერთად იბადება, როცა ჩვენ ვიბადებით, ეს არის ვერცხლისფერი მასა. და გვაქვს კიდე გენეტიკური მეხსიერება, რომელიც არის რეცეპტორი. ამიტომ მაგალითად შენ რო ჩახვალ აზიურ ქვეყანაში რაღაცა კერძები, რომელიც რაღაცა ჩვენს კერძებთან მიახლოებული არის, მოგწოს. რაც არ მოგწოს, იმიტომ რომ შენ მეხსიერებს შენ წინაპრებსაც არ უჭამიათ. და არ არის გადმოცემული გენეტიკურად ეს. ხო. ხდები? ამიტომ რეცეპტორი არის კუნთი, რომელსაც ჩვენ უნდა ვასწავლოთ, გავწვთვნათ. ხო? ნებისმიერ რაღაცა ჯოისტიკი რო დაიჭირო ხელში და ითამაშო რამე გეიმი, უნდა ასწავლო შენ ყესებს და თითებს მათზე. მე მაგაში ძალიან დებილი ვარ. მაგრამ ისწავლენ, აი ახლა ღვინო შეიცვალა, ღვინო მიიღო აერაცია. ეს რამოდენიმე წუთი რასაც ვაუბრობთ. გახსნა, წამოიღო. კაი მჟავიანობა აქვს. დაბალანსებული მჟავიანობა აქვს. სიმშრალე აქვს. ბუნებრივი სიმშრალე აქვს თავისი. ციტრუსული არის კი ბატონო. ცოტა კვახე ვაშლის.
ტონიც იკითხება. პატანეგრა. ანუ შავი თათი. კი ბატონო, პატანეგრა. შეიძლება სპარის ფილიალებში. აი ესე. ხო, ეხლა მე ეს უბრალოდ დავახასიათე ეხლა. აი როგორ არის. მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ხო იცი რა საქართველოს რაც უფრო მეტი და უფრო ადრე გაიხსნა საზღვრები. პირველ destination გახსოვს, შენ არ გახსოვს პატარა ხარ. იყო ჩინეთი, მერე თურქეთი. ორივე ქვეყანაში არ იყო ღვინო და ევროპა ცოტა უფრო გვიან გაიხსნა რა ქართველი მომხმარებლის, ქართველი ტურისტის. ქართველმა ძალიან ბევრი რამე ისწავლა და ინახა. ანუ აღარ წარმოიღო მე ჩვენ. წარმოიღო თქმა უნდა, კი ბატონო. ბატონო გურა მე იცით რა მაინტერესებს. ხო, აუცილებლად უნდა გავსინჯოთ და თან ერთი კითხვა მაქვს. აი, რომელი ძალიან ცნობილი ადამიანებისთვის მოგიმზადებია საჭმელი? აუ. თუიჩა. ბევრი. მაგალითად. ძალიან ბევრი. For example. No. Messi, Ronaldo. Messi წამი. ეს რო არის. სერიალი რო არის ქალების ამერიკული. გაუთხარი ქალები რო არის რა. საქსანზე იცი? ფიჟდები. მაქსას თავისთვის. ნუ ძალიან ბევრი. აუ მესი როგორი ტიპია? მესი როგორია? ძალიან მაინტერესებს. ყველა ძალიან ოკეი არის, არ არის. ნახე ხშირ შემთხვევაში ნუ ადამიანის სატელევიზიო ვიზუალური მხარე თანხმედრაში არ მოდის მის ბუნებრივ მხარეს თანხმდები. ხშირ შემთხვევაში არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში თამაშობენ რაღაცა როლს, არიან რომლებიც არ თამაშობენ. მე ყოველს თავისი სოფხედველობა აქვს ხო? მე ეს მომეწონება, მე ეს არ მომეწონება. ხო, იქ თავისთავად. ეგეც გემოვნები. შეიძლება მე ხო ტიპი არ მომწონებია ტელევიზორში მე და პირადად რო შეხვედრია და გავცნობილოთ საერთოდ აი ახტომემ დავჩენი ვარ ზდილობა, კულტურა, მიდგომა, მხედველობა, საფხედველობა, ცხოვრების მხრივ, ინტელექტუალიზმი, ჩვენ ხო ერთმანეთს დასაცმელით ვიცნობთ. ეს დასაცმელიდან რაღაც კლიშე არის ჩემთვის მაინც რომ აი ვიზუალიდან გამოვიტანო მე ანალიტიკა, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი. მაგ შეცდომას მეც უშვებ. აი ვიღაც დამევასე, ვიღაც არ დამევასე. რომ გავიცანე მე სხვანაირად. ხო და აი მაგალითად მესი როგორი იყო? მოგეწონათ. მე მგონი რომ ძალიან საყვარელია. 2009-ში, კი. მე გავაგზავნე. მაშინ პატარა იქნებოდა მესი, ხო? მე ძირითადად ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ფეხბურთის მოდის სახიობები ძალიან ბევრი ხა რაღაცნაირად მეტიჩრობაში არ მინდა ჩამეთვალოს ძალიან ბევრი კი და ეს ანუ ქირაობენ და სპეციალურად თქვენ ხართ დაქირებული მათთვის რომ მოამზადოთ საჭმელი ესე არის ჩემი ყოფილი სამსახური იყო ესეთი მე მუშაობდი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში რომელსაც ქვია Niki Beach Niki Beach არის მსოფლიოში ყველაზე ლაქშერი beach club-ი ისი აღმასრულებელი შეფი ვიყავი 15 წლის განმავლობაში. და აი მაგალითად რა ღირს რომ აი მესის ეს ყველაფერი მოუმზადოთ ან რონალდოს ან აი ჩვეულებრივ კლიენტია რა ღირსაც ქვია. ანუ რაღაც აი არის რომ ესე იხდიან თანხას და ვთქვათ მე სუფრაშლით თუ როგორ არის? ეგ მაინტერესებს. შეფ პრივატ შეფ სკოლის ხმობ? დიახ. პრივატ შეფიც არის, ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს. ხო, არა, სახელი არ დაასახელოთ, მაგრამ აი, ხო. პრივატ შეფი დღიური გადასახადი განიზოგება ადამიანების რაოდენობაზე და კერძის რამდენი კერძის მომზადება. რა ვიცი, 5000, 10000, 15000 თუ გადაფრენა მოგიწევს 20000. თუ არის გააჩნია 20 ლარი არა ბატონო ლარი არა დოლარი ალბათ ხო ლარი არც მიფიქრია მე რომ ეს საქართველოს თავკა არის ჩვეულებრივ ვა ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესოა მე თქმა უნდა რა მაგარია ესეთი ადამიანები რო გინახავთ და გაიცანით
მინდა წამიყვანეთ აქ შემოდაში ჩავჯდები. კაი. მოკითხა. ვის? მესის თუ პაცეს? კაი. მე ჩემებს უფრო პატივს ავცემ. ხო, ეგ თავის თავად. აი, კვარა მაგალითად. ხო, აი, კვარა. ჩემი ხშირი თუმარი იყო რესტორან ოვალში, ბათუმში. მაუც ძალიან ბევრი. ყველას მოკითხვა განაცვალე, ძალიან სასიამოვნო პატივსაცემი ადამიანები არიან. ერთი კითხვაც. ორი კითხვა. აი, თქვენ რო ოჯახი გქონოდათ, მაინტერესებს იქნებოდით თუ არა წარმატებული ესეთი. აი, ცოლი, შვილები, რაღაცა. იცი არის რაღაცა უნდა შეწირო იმისათვის რომ რაღაცა მოხდეს. ახლა მე ვთქვა ესე რომ კარიერისტი ვარ, არ გამოვა. მე უბრალოდ ცოტა სხვა ლოგიკით უყურებ რა არის ოჯახი. ყველაზე მარტივი არის შექმნა ვინმე მოიყვანო და ვინმესთან შექმნა უღელი. ყველაზე მარტივია გარი, მაგრამ ყველაზე რთული ის არის როგორ პასუხისმგებლობით წაიყვან მაგ უღელს. პასუხისმგებლობა მარტო ფინანსური მხარე არ არის. პასუხისმგებლობა არის ადამიანი, რომელიც შენ გაბარებს თავის სხეულს, თავის გონებას, თავის ცხოვრებას, იქ შენ არ ხარ ვალდებული მარტო რაღაც ფინანსური გამყარება იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ურთიერთობა იყოს. და როცა ფინანსური მხარე სუსტი არის, ურთიერთობაც სუსტდება. სუსტდება, იმიტომ რომ შენ როგორც მამაკაცი ძლიერი სქესის მატარებელი გაკისრი რაღაც ვალდებულება და ფსიქოლოგიურ ტრავმაზე ფსიქოლოგიურად გაწვება. ფსიქოლოგიურად გაწვება შენი ხასიათი იცვლება და ქვეითდება შენი მოთხოვნაც. მოთხოვნა იმისათვის რომ იყო ჯენტლმენი. მოთხოვნა იმისათვის რომ იყო რაღაც სვით ყურადღებიანი, იყო მინიმალისტური რაღაც სამსახურიდან რომ მოდიხარ ერთი ყვავილი მაინც დაახვედრო ბალიშის ქვეშ რაღაც აი რომანტიკა ყველაფერი კვდება აბსოლუტურად მე საშინლად ბევრს მოგზაურობ მე რომ ოჯახი შემექმნა ზუსტად ვიცი რომ არც ბედნიერი ვიქნებოდი და ვეც ვერავის გავაბედნიერებდი იმიტომ რომ არ ვარ მე ის ადამიანი რომელსაც თემის საშუალებაც არ მქონია რომ მე ეს ბედნიერება მე მიემეცა მეორე ადამიანისთვის მე დღეს რაც ვარ 20 წლის უკან სხვა ვიღავი მე ვერავის ვერ გავაბედნიერებდი და ბედნიერება მარტო ბინა შვილი და ჩაცმულობა არ არის ბედნიერება ბევრად უფრო აი წინათ იყო ხოლმე წინა სხვა მატერიალური მხარე იყო ცხოვრებაში ხო წარმოიდგინე შენ უბრალოდ კინოში რო წაგეყვანა ადამიანი უკვე ბედნიერება ითვლებოდა წყვილისთვის დღეს მაიბახი რო აჩქო უკვე ბანალური არის ხვდები ხო შეიცვალა ძალიან გაუფასურდა სულ ყველაფერი გაუფასურდა ხო და იმისათვის რომ რაღაც ჯვარი დავდო ხო ეს რა ქვია ქართულად წიჩკა თუ წიჩკა როცულად ნუ ეს რო ჩამორო აი ხო მყავს თუ მყავდა თუ აი შექმენი რა ამით რა უნდა მოიტანოს აბსოლუტურად არაფერი შეიძლება ცოტა ეგოისტიც ავარ მაგ თვალსაზრისით რომ აი უფრო მეტი ყურადღება მივაქცე ჩემ თავს ასევე ვთვლი რომ მარეზოს გვიანი არ არის. და ასევე ვთვლი რომ ვერ მივახცევდი იმას, რასაც მივახციე. ვერ მივახცევდი. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ბევრი დაფრკოლება გაჩნდებოდა, ბევრი უთანხმოება, ბევრი კითხვა. შეიძლება მიჩვეული ხარ მარტოობას,
ანუ მარტოობას რას გულისხმობ? ხო, შენ გზაზე ხარ რა. ხო, კითხვა არ არის, სად, როდის, რომელზე ისმინდა, ეს მომიტანი, ეს ჩამერის ხეის გამიკეთე დაუსრულებელი. ხო, როგორ და რანაირად იქნებოდა, არ ვიცი. ეს ჩვევა არის. მე ალბათ მივეჩვიე ვიყო მგელიც, მდინარეც, არწივიც და მთაც ხვდები, ანუ ეს. და არ მაკლია. არ მაქვს ჯერჯერობით 50 წლის ასაკში მე ეს გზნობა არ მაქვს, რომ რაღაცა მაკლია. ხო, მოკლედ ეხლა ესე ხართ და მიეჩვიე ეხლა ესე ვარ და იცი რა, არ გეტყვი კიდე ერთ რაღაცას, რომ შეიძლება მამა ჩემს ასაკში რო ყოფილიყო მაგ პერიოდში ბევრი დაკლდებოდა. იმდენად თანამედროვე არის ტექნოლოგიურად ცხოვრება. რომ ხო. არის ადამიანი, რომელსაც ჭირდება აუცილებლად მეგზური. აი რო არ ყავდეს ეს, აი არის დეპრესიული თვითმკვლელი, საკუთარი ცხოვრების თვითმკვლელი არსებები. და ძალიან ბევრი არიან, რომ აი უბრალოდ ჩვეულებრივად, რომ ბოდიში ნიფხავი გარეცხოს არ შეუძლია და ჭირდება. ასევე მეორე მხარესაც ქალბატონებშიც არიან ეგეთები, რომელსაც ჭირდება აუცილებლად ყავდეს მამრი მის გვერდზე. ხო. ნუ ეს კაცია და გუნება მართლა ვის როგორ უნდა იმის მიხედვით რა. მაგრამ 21 საუკუნეში დღეს იმდენად სამყაროს ფანჯრები და ილუმინატორის ასტრალის ილუმინატორები იმდენად გახსნილი არის, რომ არ გვჭირდება ჩვენ რაღაცეები ძალიან გვჭირდება რაღაცე სხვადასხვანაირი სოფხედელობა აქვს და ამით უნდა ვცეთ ჩვენ ერთმანეთ პატივს, ამით განსხვავდებით ხო ჩვენ ადამიანი. შენ მაგალითად ესეთი ფერის მაგალითად რომელიც ძალიან ლამაზი არის. შენი სიმპათია, შენი მასპინძლობა ზოგი ესეთი არის, ზოგი ისეთი არის და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ თუ პატივს არცემ, მაშინ ყოველ შემთხვევაში ცუდიც არ უნდა თქვა და არც უნდა გამოხატო შენი სიზღი მის წინაშე. სიზღი გებადება მაშინ, როცა არ ხარ რეალიზირებული. როცა შენ ფეხი-ფეხ გადადებული დივანზე ელოდებოდი, რომ თავზე დაგეცემო და ან ბურატინოსავით პაპაკარლომ რომ ხურდა მისა. და მეორემ რომ მოატყუო წადი დათესეო და ამოვაო ფულის ხეო. მე უკვე იცი რა არის რა ეს სიზღი ერთმანეთის მიმართ. ხო ხედავთ რომ ამან სოციალურმა პლატფორმამ ბევრი დადებითი და უარყოფითი ფანჯრები გახსნა. დადებითი იმით რომ შენ ინფორმაცია იმ წამსვე გაქვს და შეგიძლია ბევრი რამე გააკეთო და ისწავლო და შეიძინო და ერთდროულად შეგიძლია გახდე ნებისმიერი სოციალური კლასის კლასტერის მსხვერპლი. ჩემი აღმოჩენა იყო, რომ მე ამ საკითხში ერთ-ერთი ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი კომენტარებიც მოსულა და აი ეს რა უკენი ბიჭო და შენი ისე შენი ასე და ეს ხინკალი რა არის და ეს იმას რა გაუკეთე და შენ რა იცი ბიჭო რა არის ზუთხიან შენ რა ჩაკაფული. ძალიან მცირე პროცენტი. მე მაინც კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ ქართული პუბლიკით, იმიტომ რომ 2017 წელს და 16 წლიდან მიმიღო ძალიან პოზიტიურად და ეს არის ერთ-ერთი ჩემი ასე თქვათ მამოძრავებელი წყარო, რომელიც ყვებავს ჩემს მეობას. ამისათვის დიდი მადლობა. კიდე რა გვაქვს? უნდა გაგასინჯოთ ახლა. ეს არის ბომბარი და ესეთი ჩელენჯი მაქვს. ჯანმრთელობაზე. ოკეი. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აქ რამდენიმე შოკოლადია და ერთი ლუკმა გამისინჯეთ და აი როგორ შეაფასებდით, მითხარით, რომელს შეარჩევდით აქედან. მე ძალიან მიყვარს ანტიოქსიდანტი, როცა ურევია. ეს არის ფსტა. ესაც არის თუნებოდ. ეს არის თხილი და კარამელი. აი ეს არის გამდიდრებული პროტეინით და ჩილებით. ვარჯიშის დროს კაია. მოგიტეხ ხო? მომიტეხეთ. ბავშვობაში რო გეთქვა სნიკერსი მომიტეხე, შეიძლება თავში ჩამერთხა რაღაცა. არ მომიტეხავდით ხო? არა. აბა ეს მაგათ.
კაია. მოკლედ მოგეწონათ. კი, რა თქმა უნდა. ჩემი დასაწუნი რა აქვს ამას? აი, ბომბარმა გადმოგცათ ეს საშას თქვი ყუთი და სხვადასხვა გემოებიც არის და დააგემოვნეთ. ინზნე ჯანმრთელობაზე გემრიელად. გემრიელად. ძალიან დიდი მადლობა. ფაფინასაც აქვს თქვენთვის საჩუქარი. ვინა? ფაფინას. შრის ფაფები. აი, ესეც რამდენიმე სახეობის არის. თქვენ გიყვართ ისე ხშირად ჭამთ ხოლმე თუ არა? ამით კექსის გამოცხობა უფრო გამემარტივდება ვიდრე რომ ეგეც მაგარია. შეიძლება ნორმე ბრედ პუდინგის გაკეთება. მადლობა ასევე ფაფინას. ფაფინა შეგიძლიათ შეიძინოთ GPS-ზე და PSP-ს აფთიაქებში ჩემო მეგობრებო. შავი კატო. აგერ გლუტენ ფრიც არის. კი, რამდენიმე სახეობაა. გლუტენთან პრობლემა აქვს. 4 მარცვლეულის ბლოკები. ვაუ, ძალიან დიდი მადლობა. ჭამეთ, დავლიეთ, დესერტი დავაყოლეთ. დიდი მადლობა რომ აქ ვარ თქვენთან ერთად და გამიზიარეთ ეს სიახლეები. დიდი მადლობა. აღვინოსად იყიდოთ თქვენც. კი. მოკლედ წარმატებები თქვენც. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გურამ ბაღდოშვილი, თქვენ კი აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, უყურეთ, იაქტიურეთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.